ისრაელის საჰაერო ძალებმა თეირანის ცენტრში დღეს ირანის რეჟიმის ცენტრალური სამეთაურო პუნქტი დაბომბეს. ჯამში მხოლოდ დღეს ისრაელმა ირანში 30-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანა იერიში. ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ირანმაც. ისრაელში განგაშის სირენებია ჩართული. მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. ირანის რეჟიმის სამხედრო ხელმძღვანელობის დიდი ნაწილი ლიკვიდირებულია, მათ შორის თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასირზადე, გენშტაბის უფროსი სეიდ აბდოლრაჰიმ მუსავი, უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ალი შამხანი, გუშაქთა კორპუსის მეთაური მოჰამედ პაკპური და ირანის პოლიციის დაზვერვის ცენტრის ხელმძღვანელი. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით დაიღუპნენ აიათოლას ქალიშვილი და შვილიშვილიც. დაუდასტურებელია ინფორმაცია ხამენეის ვაჟის, მოჯთაფა ხამენეის სიკვდილის შესახებ. გარდამავალ პერიოდს ირანში ლიდერთა საბჭო გააკონტროლებს. ალი ხამენეის მოვალეობას კი აიათოლა არაფი შეასრულებს. საბჭოს წევრები არიან პრეზიდენტი ფეზეშქიანი და ირანის უზენაესი მოსამართლე. ამ ეტაპზე კი ირანიდან შურისძიებით იმუქრებიან და ამბობენ, რომ ტრამპმა და ნეთანიაჰუმ წითელი ხაზები გადაკვეთეს და პასუხს მიიღებენ. ჩრდილოეთის ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის სანქცირებული ტანკერი დააკავეს. სპეცოპერაცია საფრანგეთისა და ბელგიის საზღვაო ძალებმა ერთობლივად ჩაატარეს. ევროპელების გადაწყვეტილებაა სანქციების აღსრულებით შევწყვიტოთ უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაფინანსების წყაროები, დაწერა საფრანგეთის პრეზიდენტმა.